ესე იგი პირველი თემა არის დავეხმაროთ უპატრონო ძაღლებს. ხშირად ვხედავ საქართველოში უპირატესად რომ პრიან ქუჩაში უპატრონო ძაღლები ისე საკუთარ სულიერი არსებები არიან პირველ რიგში ჩვენც კი ვაწუხებენ ისინი ჯარში მაგათაშ თავისუფლად შეიძლება რომ დავგაზიანონ და თავის თავსაც რა თქმა უნდა კი არ იზიანებენ მაგრამ იძულებული ხდებიან რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდე ვიდა ამის შესახებ გავაკეთო ბლოგი ეს ბლოგი უკვე გავაკეთე და ვფიქრობ რომ ძლიერ სადისკუსიო თემა არ იქნება მაგრამ შესაძლებელია რაიმე შედეგი გამოიღოს ხოლო რაც შეეხება მეორე იდეას ეს იქნება სკოლაში მანდატურები რომელიც იქნება სადისკუსიო თემა და ასევე ნოუსმოკინგი იქნება კიდე მანდატურები არის ორი აზრი შესაძლებელი არის უნდა იყოს თუ არა რა თქმა უნდა სკოლაში მანდატურები ჩემი აზრი არის რომ უნდა იყოს მაგრამ საზოგადოებაში ნაწილი თვლის რომ არ უნდა იყოს და აი ამის რეჟიმობით ჩვენ გავარკვევთ უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს და ჩამოყალიბდება ალბათ ერთი არის ანუ გამოიწოთ ან როგორი ფორმით უნდა იყოს ხო ესეც ხო სადისკუსიო ეს მანდატურები ძალიან მომწონს იმიტომ რომ სულ მაინტერესებს მანდატურებთან დაკავშირებით რა ხდება და ბავშვებისგან მაინტერესებს ყველაზე აბერა არც ისე მაინტერესებს ხო და ანუ აქ შეგიძლია დაწერო ყველა ისტორია მაგალითად ჩემი სკოლიდან ბავშვებიდან ავიღებ ისეთ ინტერვიუებს რომელიც მომხრე იქნება ამ მანდატურების და რომელიც არა მაგრამ რა თქმა უნდა ისეთ შემთხვევებს მოგიყვარ რომელიც მისაღები იქნება და დასაფიქრებელი უბრალოდ ბანალური ესეთი მოცემული რომ არ უნდა იყოს ახლო და ხო კი ანუ თან რა შეგიძლია გააკეთო იცი რომ ანუ ხო ახლა თან თქვენ გესმით ეს ყველაფერი ისტორიები ჩვენამდე როგორც წესი არ მოდის რომ აი რაღაცა კარგი რაც გააკეთა მანდატურმა მაგრამ რაღაცა შეცდომა რაც დაუშვა მანდატურმა შეიძლება სხვადასხვა სკოლებში გადის ახლა მაგალითად სხვადასხვა ახალზე რეკლამები რა მანდატურმა რაც გააკეთა მიდგომები მანდატურების ხრი მაგალითად რომ აი ერთ-ერთი რეკლამა არის შოკოლადს რო აძლევს მაგრამ მე გამიგონია შეიძლება მანდატურმა უხეშად მოეპყრო ბავშვს და აი ამის შესახებაც იქნება და ეგ გამშო მაგის შესახებ თუ არ თქვი ეგ დარჩება გამოუსწორებელი ხალხო ერთი რამ მინდა გითხრათ თვითონ იმ სამსახურისთვის იქნება ძალიან საინტერესო იმიტომ რომ ჩვენს პროგრამაში მაგალითად ჩვენ გვყავდა მანდატურები ერთ-ერთ ტრეინინგზე და აი მართლა გულწრფელად გვითხრეს რომ აი გითხარით რა არის ჩვენი შეცდომები რომ ჩვენ ეს შეცდომები დავაფიქსიროთ და გამოვასწოროთ თუ ჩვენ ეს შეცდომები არ გავათვითცნობიერეთ თუ არ გავიგეთ ამ შეცდომების შესახებ მაშინ ფაქტია რომ ვერაფერს ვერ გამოვასწორებს ჩვენ თუ არ სწორად წაშენ სახელს სანამ ვინმე არ გაგისწორებს რომ სწორად უნდა დაწერო შენ გეგონება რომ ის არის სწორი და სულ ისე დაწერე ძალიან აქტუალური თემა მესამე სკოლა ნოუსმოკინგი ამის შესახებ მისმინე ძალიან გაიხაძები თუ გინდა რომ არ გეტყვით აი ამას როგორც არის ერთი წუთი მოსმინე ვერ გამოგზავნეს მათ არ იწოდრე და ეს მეგობრები მე დამეხმარებიან ამაში რომ სამივე თემა იყოს აქტუალური აქტუალური არა ნუ სადისკუსიო შენ თვლი რომ სამივე ბლოკს შეგვიძლია გავაკეთო ფორმატის ფურცლებზე გამოვაკრათ და პაკეტურ სკოლაში პატარა აქცია შეიძლება მოაწყოთ კი და არისო ნუ რა თქმა უნდა ეს ხელს არ შეუშვეს სასწავლებლად ხო და აი შენ თვლი რომ სამივე ბლოკს გაწვდები? დიახ ან მე მარტო არ ვაკეთებ ამას შეიძლება ამას მეგობრებთან ვაკეთებ ამას მხოლოდ მარტო და ამასაც მაშინ მისმინე აი იყოს ახლა ამ ეტაპზე სწორი მაგრამ დრო რო გავა პროსტა ვერ გაკაჩო ფიზიკურად ვერ გაკაჩო ამიტომ იმის უფლება გაქვს რომ რომელიმე მათგანი მიატოვო ცოტა ხანში და ერთი გითხრა რომ აი მას ვეღარ ვაკეთებ და ეს დამიტოვეთ მთავრად რა ერთი შეკითხვა გვაქვს თვითონ თუ მოგიწევია ოდესმე მე დიახ როგორი შეგიძლია და რა სწორად